დაიწყო გეი პრაიდების თვე, ეგრეთ წოდებული Pride Month, სიამაყის თვე. მაგრამ თავად ეს LGBT სიამაყი არსად იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას, ანუ Deep State-ის მარჯვენა ხელი ამერიკის დემოკრატიული პარტია ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს და გააძლიეროს LGBT ღირებულებები ქვეყანაში, მაინც ძალიან უღიმღამოდ გამოიყურება მთელი ჰომოსექსუალური, ლესბოსური და ტრანსგენდერული ამაყის საზოგადოება. თითქოს შემართება აღარ აქვთ. ამ ამერიკულმა ანტი-LGBT დღის წესრიგმა ისე შეაშინა სექსუალური უმცირესობები, რომ მასშტაბური გარყვნილი წარმოდგენების ხალისი სრულად აქვთ დაკარგული. ეს მსოფლიო პრაიდი ვაშინგტონშიც ისე ჩუმად ჩაატარეს, საერთოდ იყო თუ არა კაცმა ვერ გაიგო. არადა შარშანწინ სიდნეიში მსოფლიო პრაიდი ისეთი მასშტაბის გამოუვიდათ, 2 წელი სალაპარაკო თემად ჰქონდათ. როგორც ამბობენ ავსტრალიურ სოდომ ფართის მილიონზე მეტი ფერადი აქტივისტი დაესწრო მთელი მსოფლიოდან. ვაშინგტონის გეი საზოგადოებას ნაკლებად გაუმართლა. აქ LGBT თემის წარმომადგენლებს ტრამპის აჩრდილი ელოდათ. ამიტომ უამრავმა პრაიდ აქტივისტმა იმის შიშით, რომ ამერიკაში შესვლისას მესაზღვრეების სექსუალური ორიენტაციის გამო პრობლემებს შეუქმნიდნენ, ვაშინგტონის პრაიდზე გამგზავრებისგან თავი შეიკავა. არადა LGBT ორგანიზაციები დაჟინებით ითხოვდნენ სექსუალური უმცირესობებისგან, რომ აუცილებლად ჩასულიყვნენ ვაშინგტონში და მსოფლიო პრაიდისთვის საპროტესტო აქციების ფორმა მიეცათ. მაგრამ როგორც ჩანს, გეები და ტრანსები ისეთი ბრძოლის უნარიანები აღარ არიან, როგორც მათი უფროსი თაობა იყო 70-იან წლებში. თუმცა წლევანდელ სიამაყის თვეს პრობლემები არა მხოლოდ ტრამპის აჩრდილის გამო შეექმნა. სირთულეები გარყვნილ პერფორმანსებს ეკონომიკური ფლანგიდანაც წამოეწია. უამრავმა მსხვილმა კომპანიამ წელს გეი პრაიდების დაფინანსებაზე უარი განაცხადა. ბევრმა კი დაფინანსება შეამცირა. მიზეზი სხვადასხვაა. ზოგმა ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიშით მიიღო. ზოგმა კი ქვეყანაში გამეფებული ანტი-LGBT გარემო გამოიყენა და როგორც იქნა, თავი დააღწია ამ გარყვნილების სავალდებულო დაფინანსებას. სავალდებულო იმიტომ, რომ თუ ობამას და ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში რომელიმე ცნობილი კომპანია დეი პროგრამების, ანუ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის დაფინანსებისაგან თავს შეიკავებდა, ჰომოფობის, ტრანსფობის და კიდევ უამრავი ფობის იარლიხს ვერ გადაურჩებოდა. ამიტომ უნდოდა თუ არა LGBT გადასახადის გადახდა მაინც უწევდა. 4 თვე ამერიკაში საზოგადოებრივი მორალი LGBT პროპაგანდასთან დაკავშირებით 180 გრადუსით იცვლება. ის რაც პროგრესული იყო, ნელ-ნელა მიუღებელი ხდება. ის, ვინც ამერიკის სულს წარმოადგენდა არანორმალური აზროვნებისა და გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის სტანდარტს დაუბრუნდა. მოკლედ, თუ აქამდე ამერიკას მეტი ტრანსგენდერი და გეი სჭირდებოდა, დღეს მეტი ელექტრიკოსი და სანტექნიკოსი სჭირდება. ყოველივე ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცნობილ ბრენდებზე, მათ წარმოებულ პროდუქციაზე და მათი ბრენდული მაღაზიების ვიტრინებზეც კი. წარმოიდგინეთ, გაგანია პრაიდის თვეა და ცნობილი ბრენდების შექმნილ ტანსაცმელზე არსად ჩანს სისარტყელას დროშები, LGBT წარწერები და ასე შემდეგ გარყვნილი სიმბოლიკა. არა, სადღაც როგორ არ ჩანს, მაგრამ იმ მასობრივი გაფერადებისგან, რაც გასულ წლებში სუფევდა ივლისის თვეში, კვალიც აღარაა დარჩენილი. მიზეზი იგივეა, ზოგს ტრამპის რისხვის ეშინია, ზოგმა კი LGBT ჭაობიდან გამოსვლის შესაძლებლობა დაინახა და შანსი ხელიდან არ გაუშვა. თუმცა არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც უკვე სერიოზულად შეცვლილ საზოგადოებრივ მორალს უკავშირდება. თუ რამდენიმე წლის წინ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორც არიან Walmart, Target, Kroger, Macy's, Nike, Adidas და ასე შემდეგ არ აჭრელდებოდნენ ცისარტყელას ფერებში, ფერად ბულინგს ვერ გადაურჩებოდნენ. დღეს ვითარება პირიქითაა. მაღაზიის ვიტრინაზე გამოფენილი ცისარტყელას დროშით გაფორმებული მაისური შეიძლება გახდეს კონსერვატიულად განწყობილი მომხმარებლის ბოიკოტის მიზეზი. ეს კონსერვატორი მომხმარებელი კი 1000-ჯერ მეტია, ვიდრე სექს უმცირესობები. ხომ გახსოვთ რა დაემართა ამერიკის ნომერ 1 ლუდს, Bud Light, როცა მისი რეკლამა ტრანსგენდერს გააკეთებინეს. გაკოტრდა. კატასტროფული ზარალი ნახეს Nike-მა, Harley Davidson-მა და Boeing-მაც კი. ამიტომ მათ გარყვნილების პროპაგანდა შეწყვიტეს. როგორც უკვე ვთქვი, ზოგმა სრულად, ზოგმა ნაწილობრივ, მაგრამ ის რომ სოფლიო სავაჭრო მოლებში პრაიდის თვე ისე აღარ იგრძნობა, ჯანმრთელი აზროვნების თანდათანობით გამარჯვების ერთ მნიშვნელოვანი ნიშანია.
ბოლო 10 წლეულებში დასალური სამყარო აღარ იმართება დემოკრატიული პრინციპებით. რეალურ ძალაუფლებას ფლობს არა ხალხი, არამედ არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობა, ანუ deep state, რომელიც იდეოლოგიას ავრცელებს არა არგუმენტებით, არამედ ზეწოლით. სწორედ ამ სისტემამ შექმნა ახალი მორალური კოდექსი, სადაც მთავარ ღირებულებად ქცეულია სექსუალური მრავალფეროვნება და თვითიდენტიფიკაცია, ხოლო ტრადიციული ოჯახი, რწმენა და ბიოლოგიური სქესი გამოცხადებულია სისტემურ ზიანად, რომელიც ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი პროგრესის სახელით უნდა აღმოიფხვრას. ეს აღარ არის უბრალოდ კულტურული ტრენდები, ეს არის იდეოლოგიური დიქტატი, რომელსაც ავრცელებს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ deep state-ის მართული განათლების სისტემა და ბიუროკრატიული სტრუქტურები, ვითომ თანასწორობის სახელით. ამ ფსევდომორალის ცენტრში კი დგას LGBT დღის წესრიგი, რომელიც ღიად ანგრევს ქრისტიანულ ფასეულობებზე დამყარებულ საზოგადოებებს და ცდილობს ახალი, ნორმად გამოცხადებული ანომალიის დამკვიდრებას, ყოველწლიური პრაიდის თვისა და მასობრივად დაფინანსებული ქვიარ კულტის მეშვეობით. მაგრამ 2025 წელს, როდესაც ტრამპმა ქვეყანაში გამეფებული LGBT პოლიტიკის წინააღმდეგ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, მის იდეოლოგიური იარაღებსაც მორალური სიცარიელე გამოუჩნდა. როგორც აღმოჩნდა, ამერიკული LGBT დღის წესრიგისადმი ერთგულება პირდაპირ პროპორციულია იმ ზეწოლისა, რომელსაც არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, ანუ deep state-ის სახელმწიფოს მეშვეობით ახორციელებს. სწორედ ამას ვხედავთ ახლა, Pride Month-ის ირგვლივ გამქრალ კორპორაციულ ენთუზიაზმში და LGBT დღის წესრიგის მარკეტინგული მხარდაჭერის შესუსტებაში. უმსხვილესი ბრენდები, რომლებიც წლების განმავლობაში თავგამოდებით აფინანსებდნენ LGBT მოძრაობის ყველაზე რადიკალურ ფორმებს, ამჯერად უკან იხევენ. მიზეზი კი ახალი პოლიტიკური ვექტორი. ასე იშლება ილუზია, ღირებულებებზე დაფუძნებული კაპიტალიზმის შესახებ, როდესაც ძალა ტრანსფორმირდება ფასეულობებით ხრება. ეს მოვლენა არა მხოლოდ კორპორატიული ფარისევლობის დემასკირებაა, არამედ კულტურული ომის გარდამტეხი ეტაპი, სადაც დასალურ მორალს თავად კაპიტალი ღალატობს. მართალია დაიწყო გეი პრაიდის თვე, ეგრეთ წოდებული Pride Month-ი, მაგრამ სინამდვილეში ეს LGBT სიამაყე დღეს არსად ფიგურირებს. მიუხედავად იმისა, რომ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, ანუ deep state-ი, კვლავ იბრძვის LGBT დღის წესრიგის შენარჩუნებისა და გაფართოებისთვის, მთელი ეს ჰომოსექსუალური, ლესბოსური და ტრანსგენდერული ეგრეთ წოდებული ამაყი საზოგადოება თითქოს მოშლილია. შემართება დაკარგულია, გულმოდგინება გამქრალი. ვაშინგტონში გამართული მსოფლიო პრაიდიც ისე ჩუმად და შეუმჩნევლად ჩატარდა, რომ ბევრმა ადამიანმა თითქოს ვერც კი გაიგო, იყო თუ არა საერთოდ ეს ღონისძიება. ერთ დროს ხმაურიანი, გარყვნილი და წინსვლაზე ორიენტირებული პრაიდის თვე ახლა მხოლოდ უფერული, ნახევრად დამალული ღონისძიებაა, რომელსაც საზოგადოება თითქოს აღარ აკვირდება. ეს სრულად განსხვავდება იმ გრანდიოზული და თავზე ხელაღებული სოდომური ფესტივალისგან, რომელიც წლების წინ სიდნეიში მოეწყო. მაშინ ავსტრალიის ამ ქალაქში მილიონობით ფერადი აქტივისტი შეიკრიბა და მათი გამოხატულება დიდხანს იყო განხილვისა და დაპირისპირების საგანი, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ვაშინგტონში ჩატარებულ მსოფლიო პრაიდზე. ეს ჩვენი ზეიმია, მაგრამ ასევე მთელი მსოფლიოსთვის შეხსენებაა, რომ ჩვენ აქ ვართ და არ ვაპირებთ ამის შესახებ დუმილს. არსებობს რიტორიკა, რომელიც ცდილობს ჩვენს გაჩუმებას. ადამიანები, რომლებსაც ურჩევნიათ, რომ დავიმალოთ და არ გამოვჩნდეთ. მაგრამ ახლა დროა და იმედია ეს ყველას წაახალისებს, რომ დაესრონ ღონისძიებას მთელი წლის განმავლობაში და არა მხოლოდ ივნისში. თუმცა ფაქტია, LGBT წარმომადგენლების ეს ცარიელი მოწოდებები საზოგადოების უმრავლესობას აღარ ახალისებს. Pride Month-ი ადრე უზარმაზარი ბრენდებისთვის შემოსავლიანი და ეფექტური მარკეტინგული ხერხი, ახლა ცივი, გაუფერულებული ილუზია, რომელსაც აღარ აქვს რეალური ძალა და პოპულარულობა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ წელს მრავალი მსხვილი კორპორაცია ღიად უარს ამბობს გეი პრაიდების დაფინანსებაზე. ზოგიც კი მკვეთრად ამცირებს ამ ღონისძიებებზე გამოყოფილ თანხებს. მიზეზები სხვადასხვაა. ზოგი კომპანიის გადაწყვეტილება დაფინანსების შემცირების ან უარის თქმა გამოწვეულია ტრამპის ადმინისტრაციის მუქარით. ნაწილი კი ქვეყანაში გამეფებული ანტი-LGBT ატმოსფეროს გამოყენებით ცდილობს თავი დააღწიოს ერთდროს ამ სავალდებულო გარყვნილების მხარდაჭერას. ეს ნაბიჯები ცხადყოფს, თუ როგორ იშლება LGBT იდეოლოგიური მონოპოლია, რომელიც წლების განმავლობაში ზემოდან თავს ეფინებოდა საზოგადოებას და ბლოკავდა განსხვავებული აზრი
აზრის გამოხატვის შესაძლებლობას. იმ კომპანიებს, რომლებიც ადრე ღირებულებების სახელით იძულებულნი იყვნენ LGBT პროპაგანდის სამსახურში ყოფილიყვნენ, ახლა აღარ სურთ საკუთარი დაუცველობისა და ინტერესების გამო იდეოლოგიური ბორკილების ტარება. ამაზე მეტყოლებს ის, რომ წლევანდელი პრაიდის თვეში ბევრმა საცალო ვაჭრობის ქსელმა და ბრენდმა დუმილი ამჯობინა. აღარ ჩანს მაღაზიები, რომლებიც თავიანთ ვიტრინებს სისარტყელას ფერებით ამკობენ, ხოლო LGBT თემატიკის მაისურები, რომლებიც წინა წლებში განსაკუთრებით აქტუალური იყო, ნელ-ნელა ქრება. სოციალურ ქსელებში კი თანდათან უჩინარდება ცნობილი ბრენდების ლოგოები, რომლებიც ადრე LGBT სიამაყის თვეს მხარდაჭერას უცხადებდნენ. კომპანიები ზომიერად მოქმედებენ და თავს არიდებენ თვალსაჩინო კამპანიებსა და საჯარო მხარდაჭერას. კვლევითი ორგანიზაცია Gravity Research-ის მიერ 200-ზე მეტ კორპორატიულ ლიდერზე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, კომპანიების 39% წელს Pride Month-ის საჯარო ჩართულობის შემცირებას გეგმავს, რაც გულისხმობს როგორც ღონისძიებების სპონსორობის შემცირებას, ასევე სოციალური მედიის პლატფორმებზე LGBT უფლებების მხარდაჭერისა და ამ თემატიკის პროდუქციის გაყიდვაზე ფოკუსის დაქვეითებას. 2025 წლის პრაიდისთვის მოახლოებასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების კორპორაციები ახალი რეალობის წინაშე დგებიან. რეალობის, რომელიც ხასიათდება მკვეთრი პოლიტიკური კონტროლით, რეპუტაციული რისკების ზრდით და სწრაფად შეცვლილ ინტერესთა მხარეთა გარემოთი. Gravity Research-ის უახლესი Pride Pulse Poll-ის მონაცემები ასახავს, თუ როგორ ახდენენ კორპორატიული ლიდერები როგორც საჯარო, ასევე შიდა სტრატეგიების გადახედვას რესპუბლიკური პარტიისა და კონსერვატიული აქტივისტების მხრიდან ზეწოლის ზრდის ფონზე. ამასთან, როგორც Associated Press-ი იუწყება, რამდენიმე ქალაქში პრაიდის ღონისძიებების ორგანიზატორები უკვე ღიად საუბრობენ ფულად კრიზისზე. სან-ფრანცისკოში დაფინანსება $200,000 შემცირდა. ნიუ-იორკში კი $750,000-მდე ბიუჯეტური ხარვეზი დაფიქსირდა. ამასთანავე, როგორც გამოცემა წერს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა Pride ღონისძიებებს Anheuser-Busch-მა, ლეგენდარულმა ლუდსახარშმა, რომელიც Budweiser-ის მწარმოებელია. კომპანია, რომელიც 3 წლეულის განმავლობაში სენტ-ლუისში გამართული Pride Fest-ის აქტიური სპონსორი იყო, წელს უარი განაცხადა ღონისძიებების მხარდაჭერაზე. შედეგად ორგანიზატორები $150,000-იანი ბიუჯეტური დეფიციტის წინაშე აღმოჩნდნენ. მსგავსი შემთხვევები მეტყოლებს არა მხოლოდ მარკეტინგული ინტერესის შემცირებაზე, არამედ იმაზე, რომ საზოგადოებაში LGBT დღის წესრიგისადმი კრიტიკული დამოკიდებულება იზრდება. ფაქტია, რომ LGBT თემატიკასთან დაკავშირებული კორპორატიული ჩართულობა ახალი ეტაპის წინაშეა. მაშინ, როცა საზოგადოების თვალში ეს უკვე აღარ ასოცირდება არც ინკლუზიურობასთან, არც პროგრესთან, არამედ სულ უფრო ხშირად აღიქმება როგორც იდეოლოგიური იძულება და ღირებულებითი მანიპულაცია. კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, რომ დიდი კომპანიები და ბრენდები ამცირებენ გეი პრაიდების დაფინანსებას, ტრამპის მიერ წამოწყებული სატარიფო პოლიტიკაა. გაზრდილი ტარიფები კომპანიებს სერიოზული ეკონომიისკენ უბიძგებს. ეკონომია კი პირველ რიგში რეკლამას და PR-ს ეხება. ასე რომ სხვადასხვა გარყვნილი მარშების და პრაიდების გასაპიარებელი ფული კომპანიებს უბრალოდ ბიუჯეტში აღარ აქვთ გათვალისწინებული. კვირაში 4 ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. სანამ ვაშინგტონში უღიმღამო მსოფლიო პრაიდი მიმდინარეობდა, გაირკვა, რომ გარყვნილების არანაკლებ მასშტაბური ღონისძიება, ლივერპულის ყოველწლიური გეი პრაიდი და LGBT სიამაყის მარში წელს საერთოდ ჩაიშალა. ბრიტანელმა გეებმა და ტრანსებმა საერთოდ ვერ შეძლეს დაფინანსების მოპოვება. როგორც იტყვიან, ეს ერთი და სხვა მრავალი. იმედია ასეთი პოზიტიური ინფორმაციების თქვენთვის მოწოდებას სეზონის ბოლომდე კიდევ არაერთხელ შევძლებთ. დროებით.